ადამიანის ცხოვრების საუკეთესო წლები მოდის სკოლაზე. გავიხსენო ერთი ეპიზოდი. რა თქმა უნდა, დიდი შემოვნებით მოგისმენთ. ხო და 65 წელში მაქვს სკოლა დამთავრებული გასულ საუკუნეში. უკვე ვამთავრებთ, ის არის ვამთავრებთ და ჩავიცე ჩემი მამამ მიყიდა, ახლა მამა ჩემ ძლიერი კაცი იყო, არ გვეჭირდა და შევიმოსე ჩემი ნეილონის პერანგეთები. მაშინ ესე უთმუკი არ ვიყავი, ქოჩორის მედო თავზე და წავედი და ჩემი კლასის გოგონები, მანანა, კიკია, ბზია, გულიკო, მედიკო ესენი დგანან და ერთ ბიჭს შეშეძლებენ, რომელიც ჩვენუბნელი არ არის, ქალაქიდან არის ამოსული. მე იმაში ვცხოვრობ, სანზონაში. ხო და მე ხოლმე სკოლა ჩვენი განთქმული იყო და ხო, მივესალმე მე ცოტა ხანი გავჩერდი და ეს ბიჭი მეგობარი მოდი ერთ წუთი და გამეყვანა და ყურში რაღაც მიჩურჩულა. ხო და აღარ გავჩერდი, ავედი კლასში. ეს ბიჭი ერთი 15 წუთი და წავიდნენ, ამოვიდნენ და სათაოდ მეწინდნენ, რა გითხრა და ეხლა რა ქვეტექსტია კამას. ცხადია შეიძლება იმდანად სოლიდური და ესეთ წარმოსადეგი ბიჭი იყო, იქნებ მოვეწონა რაღაცა და არ გეტყვით მე გითხარიო რა გითხარ ჩვენც არა არაზეთები და აი რანაირი ხარ ესეთი ხარ და მაშინ ვერა ვთქვი, სხვა გაგება იყო ხა ცხოვრება. ეხლა ვიტყოდი და რა მითხრა. სად იყო ჩვენ დროს მეიკიანი შავლები. შავლის ღილები დამჩენოდა შესაძლებელი და აი ეგ შეიკერევა, აი ეგ ვიტყრა და აი ეგ ვიტყრა გეუბნები რა მართლა. კაი იყო სკოლის, აი 27 მე უკვე დავტოვე დიდი ხანი ეგასაკი. ალბათ 27 წლის მერე აღარაფერია ესეთი მოსაყოლი, ეგ არის ყველა საუკეთესო ხავერდოვანი წლები.